არა შემტერი ვერას დააკლებს ერს თუ იგი მტკიცედაა შეკრული. უმკაცრესი ვიქნები ყველას მიმართ, ვინც მოისურვებს დაარღვიოს ქართველთა სამეფოს სიმტკიცე და ძლიერება. დაუძრათ ლაშქარი მეფე უფხოვისაგან. სადა მამამზეს, ჭიაბერსა და კოლონკელიძეს თავები მხრებს იასხიათ, მშვიდობა არ დამყარდება. ბრძოლად გასვლის წინ ლაშქარს არ დაულოცავ. ძმების ხელით, ძმებისათვის სიკვდილის გამზადებას ღმერთი არ გვაპატიებს. რამე თუ ხოვიც ისეთივე საქართველოა, როგორც ქართლი და აფხაზეთი. მასალეკონ გონგამოცულ წარმართებმა ქართველ მეფეთა საქრისტიანო. ვერ ძალეგავენ, შვილო. მე მომანდე, მეფევ, მათი მორჯულება. მამამზის საერისთავოში წავალ ყოვლის შემძლე ჯვრითა და საღტრიონითა. ჩემი სიცოცხლის ნუ გეფიქრება. ისინი მახვილს ვერ აღმართავენ. იყოს ასე. ხოლდილისათვის განამზადე მეუფევ შენი საყდრიონი. ლაშქარს აახლებ. ლაშქარი არ მინდა. ეს ძვირფასი ხატია მინაშტისა მამამზას მიართვი ჩემგან. ხოლო კლარჯეთიდან ჩამოტანილი ძელი ცხოველის ეს ჯვარი ჭიაბერს. ჩემი სახელით უბრძანე შენ თვალწინ. მამამზე ხატს ემბოროს ჭიაბერი ჯვარს. კოლონკელიძესთან ყოველი კავშირი გასწყვიტა. უბრძანე. უმალ ქრისტეს ჯულს დაუბრუნდნენ, თორემ ერთი თვის შემდეგ ქორსატეველას ციხეს შემოეწყობი ჩემის ლაშქრითა და ჭიაბერსა და მამამზეს თავები არ შერჩებათ მხრებზე. მიხმეთ ფარსმანი. რას ნიშნავს ეს ყოველივე? უხმლო ბრძოლა. მეფე მიწის კათოლიკოსი ხელშეუხებელია. მის უკან ბიზანტია. ამჯვარისა და შავჩოხიანების მიღმა ზვიადის ხმალი ხომარი მალება. ჩვენი ხმალიც მივმალოთ. სათნოებისა და ღვთისმოსაობის მიღმა.
700 წლის წინ ქართველთა მეფემ მირიანმა მუხთ მოიყარა წმინდა ნინოს წინაშე და ეამბორა ქრისტეს ჯვარს. იმ დღიდან მთელმა ქართველმა ერმა აღიარა ქრისტეს ჟული. იმ დღიდან საქართველო და ქრისტეს ჯვარი მთლიანია და განუყოფელი. ქრისტეს ჯვარი აკავშირებს ადამიანებს. ქრისტეს ჯვარი აერთიანებს ჩვენს ერს და დუღაბივით ამტკიცებს. ქრისტეს ჯვარი ანათესაებს მთელს ჩვენს ერს მთელ საქრისტიანოსთან. შენ კი მამამძე და შენ ჭიაბერო კოლონკელიძესთან ერთად ამხედრეთ საერისთავოები და დაამხეთ ჯვარი. ცეცხლს მიეცით ღვთისტაცრები. სატანამ დაისადგურა თქვენ სულში. გზა აგირიათ, გონება დაგიფნელათ, ბოროტების გზას დაგაყენათ და ძმის წინააღმდეგ ახვირით ამხედრეთ. მეფეთა მეფე გიორგი სულგრძელია. იგი დიაღაც ისმენს თათბირთა ჩემთა. რამე თუ არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილის აღება. არამედ ჯვარითა პატიოსანითა უნდა უჩვენოთ ქვეშევრდომთა თვისთა გზაი ჭეშმარიტ. მეფეთა მეფემან გიორგიმ გიბრძანა ერისთავთერისთავო ჭიაბერ. მეფეთა მეფემან გიორგიმ გიბრძანა განაგდო ეშმაკეული. ქრისტეს ჟულად მოიქცე კვლავ და მოგძალებით ემთხვიო ამ ძელი ცხოველს. იდი ემთხვიე ახლა ასე სჯობს. წადი.
მივწვა ადგილს. ჯვარი არ გიშვებს! ჩემი საყვარელი შვილი, ისე როგორც ქრისტე ვლაზარე, დამიბრუნე შვილი, ვაიმე! მერე გვიანღა იქნება ერისთავთერისთავო, ციხეთა შენება და შეკეთება მოამთავრე. დიდოთა მოთავეებთან პირობა დავდე ლაშქრის მოყვანის თაობაზე. მეფე კი დარწმუნებულია ჩვენს მორჩილებაში. ახლა, სწორედ ახლა გვმართებ შემოვეწყოთ მცხეთას. ოღონდ შენ ნუ გადამიდგები გზად. ერა საუტანი ხარ, თალაგვაო. რის რისხვას მე ვერ გავეკეთებ. ერთ შენ გაეკეთე. თუ მაგ ჯვარს რისხვა შეეძლო, მე უნდა მოვეკა უწინარეს ყოვლისა. ყოველთა ამბოხი ხომ მე წამოვიწყე. ერისთავთერისთავო, ჭიაბერის სიკვდილში მეფე გიორგის მიუძღვის ბრალი. თელი თვალის რისხვა მისხერფლა ჩემი ჭიაბერი. ნუ გჯერა ეგ სხაპარი. არკვევის თბილისში თმაგდა. გიორგი მეფემ და ზვიად ფასალარმა მოკლეს ჭიაბერი. ერისთავთერისთავო. მერც ნუღმოფ უსაფუძვლოდ შავლებ. საფუძველს თუ მოიგითხავ, ეგეც ხელთა მაქვს.
რა საფუძველი? ძელი ცხოველის ჯვართან მიმიყვანა და ყოველივეს ნათელს ვყოფ შეცვალწინ. ხელია, მოშავლე, ხელია, ხლო! Proba uqnose am ჯვარს, ერისთავ. სუნი თუ მოვდეს. სუნი, იახაც უდის მერელა? ეს ჯვარი მოწამლულია ერისთავ. რას შავლებ? როგორ კათალიკოს ვერ სიცოთა და განსა ხამბურები და ჭიაბერს? შესაძლოა გარცოდნოდა კათალიკოს. ამჯერად იგი ბრმაიარაღი იყო მეფისა და სპასალარის ხელში. როგორ შევამოწმოთ მოწამლულია თუ არა ჯვარი? ბრძენთა ხმობა არ დაგჭირდება ერისთავ. მომეცი. ეს ზაღლი ჭიაბერის უერთგულესი იყო. მაინც სიკვდილის პირზეა მისული ბეჩავი. უკანასკნელად დაუმოწმებს თავდადებას პატრონს. ჩემი საოცავს! ხელი წააცა თავი! აფა გიორგი!